ამერიკის შეერთებული შტატების სენატში არის მარმარილოს სვეტები, სიტყვით გამოსვლები, წესები და პოლიტიკური დებატები, რომლებიც აშატეშეშის პოლიტიკის მიმართულებას განსაზღვრავენ. მაგრამ იმავე დარბაზში, სადაც ომებზე, ბიუჯეტის ჭეთის კანონპროექტებზე, უზენაესი სასამართლოს ნომინაციებზე და მთავრობა მუშაობა უნდა გააგრძელოს თუ არა, ამაზე მიმდინარეობს დებატებებს. დებატები ასევე არის მაგიდა, სავსე ტკბილეულით. სენატის ტკბილეულის მაგიდა შეიძლება იყოს ყველაზე გულწრფელი და აპოლიტიკური ინსტიტუტი ვაშინგტონში. ტრადიცია დაიწყო სენატორ ჯორჯ მერფის მიერ კალიფორნიიდან, რომელიც ადრე მსახიობი და მოცეკვავე იყო. 1960-იან წლებში სენატში შევიდა და ცნობილი იყო იმით, რომ თავის მაგიდაზე ყოველთვის ტკბილეულს ინახავდა. მერფის ტკბილეულის სიყვარული ჰქონდა და რადგან მისი მაგიდა პალატის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ შესასვლელთან იდგა, სხვა სენატორები ხშირად ჩაუვლიდნენ და ტკბილეულს იღებდნენ. ეს სენატის ტრადიცია ზუსტად ისე დაიწყო, როგორც ოფისში დრამა იწყება ყველგან. ერთმა ადამიანმა ტკბილეული მოიტანა და უცებ ყველა მიცოდა, სად უნდა დამდგარიყო, მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა. მერფიმ სენატი 1971 წელს დატოვა, მაგრამ ტკბილეული დარჩა. დროთა განმავლობაში ტკბილეულის მაგიდა ოფიციალურ ტრადიციად იქცა. სენატორები იქ ისხდნენ და სიხარულით იღებდნენ უჯრის ტკბილეულით შევსების პასუხისმგებლობას. სხვა სენატორები ტკბილეულს იღებდნენ და საბოლოოდ სენატის ისტორიკოსებმა დაიწყეს იმის აღრიცხვა, თუ ვინ აკონტროლებდა ტკბილეულის მაგიდას. 119 კონგრესში მე მომანიჭეს ტკბილეულის მაგიდა. ჩემამდე ტოდი იანგი იყო ამ მაგიდაზე, მაგრამ ის ინდიანადანაა და ვის აქვს ტკბილეული ინდიანადან, არ ვიცი. სენატში სადღაც ერთ კანონმდებელს აქვს თანამდებობის ყველა ჩვეულებრივი მოვალეობა. ისინი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აძლევენ ხმას და დახურულ ბრიფინგებზე ესწრებიან. ისინი მილიონობით ადამიანს წარმოადგენენ და მათ ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ ვიღაცამ დერეფნის ბოლოს შეძლოს შოკოლადის ფილა აიღოს კენჭისყრებს შორის. ეს არის ძალაუფლება.